მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანს ემსახურება, რომ განათლება იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის და ჩვენ ვცდილობთ, რომ აკადემიური სამყარო დაუკავშიროთ მაქსიმალურად ფართო საზოგადოებას და ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის თანამედროვე, ასე ვთქვათ, კვლევა იქნება თუ აღწერილი სამეცნიერო სიახლე ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის და სამეცნიერო პიკნიკი ზუსტად ამ იდეას ატარებს დასაბამიდან დღემდე, რომ სამეცნიერო პიკნიკზე მოსულ საზოგადოებას გავაცნოთ უნივერსიტეტის ასე ვთქვათ დახურული კედლების შიგნით რა ხდება და დახურული ლაბორატორიების შიგნით რა ხდება. მართალია ჩვენ უნივერსიტეტი ყოველთვის ღია ხოლმე ყველასთვის, მაგრამ ეს უფრო ასე ვთქვათ ფართო მასშტაბიანი მოწვევა ხოლმე ყველასთვის, ვისაც ინტერესი აქვს თუ ნახოს რა არის საერთოდ კვლევა და როგორ კეთდება და რას ვაკეთებთ ჩვენ მკვლევარები, დოქტორანტები და ასე შემდეგ. რაღაც კონკრეტული თემატიკა აქვს ხოლმე რამდენადაც ვიცი ამა თუ იმ პიკნიკს. აი ახლა თუ არის რაღაცა გამოხატული რა იმას შინა არსე განსაკუთრებული. დღევანდელი ანუ ჩვენი მომავალი პიკნიკი, რომელიც 27 სექტემბერს გაიმართება, ყოველთვის ატარებს იდეაში მთავარი იდეა ყოველთვის არის ხოლმე მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ხოლმე და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ამ იდეის გარშემო გაერთიანდეს ხოლმე. ამ შემთხვევაში არის უფრო ასე ვთქვათ განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული და წარმოდგენილი არის საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები, არასაჯარო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები, რომ როგორც ილიონის ბაზაზე არსებული ასევე უბრალოდ საქართველოში დარეგისტრირებული საქართველოში არსებული სკოლები ახლა წარმოდგენილი და ძალიან საინტერესო, როდესაც თვითონ სკოლის მოსწავლეები ცდილობენ რომ თავისი პატარა ნაბიჯებით და პატარა შეიძლება პატარა გეგონათ ხოლმე, მაგრამ მეც რომ მინახავს ხოლმე ჩემი თვალით რომ ველოდები რომ სკოლის მოსწავლეს ახლა ანუ რაღა რითმ და გაგვაკვირვას ასე ვთქვათ უნივერსიტეტში მოღვაწე ადამიანები ძალიან საინტერესო ღონისძიებებს წარმოადგენენ ხოლმე და ზოგადად განათლების გარშემო ერთიანდება ხოლმე ეს ღონისძიება. რაც ყველა საინტერესოა ყველა ასაკის ჯგუფს მოიცავს ხოლმე. დიახ, აი ეს მაინტერესებს. აი რა მინიმალური ასაკი რა არის? ბავშვის ასაკი, რომელიც შეძლებს რომ რაღაც სათავისო აქტივობა იპოვოს ამ პიკნიკზე. აი ძალიან ძნელი სათქმელი არის, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ პირადად მე წარმოვადგენ ხოლმე ეკოლოგიის კარავს და სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმები კოლექციები გვაქვს ხოლმე წარმოდგენილი და ჩემთვის იმდენად განსაკვირია რომ ყოველ წელს თითქოს პატარავდება ეს ასაკი, იმიტომ რომ შარშანდელ პიკნიკზეც ბავშვები იყვნენ მოსულები ანუ მშობლებთან ერთად, რომლებიც ანუ ახალი ფეხადგმულები იყვნენ ფაქტიურად, მაგრამ ისეთი ინტერესი და თან რაც ყველაზე მეტად მიხარია ხოლმე ყოველ წელს არის ის რომ აი მაგალითად ჩვენ შემთხვევაში არის ხოლმე რომ შიშის მომენტი არის, მე ჩვენ ხომ წერებზე ვმუშაობთ უმეტეს შემთხვევაში ხოლმე და ყოველთვის რაღაც სტაბუდადებული თემა არის და ისე მიხარია რაც უფრო იზრდება თაობა და ახალი თაობა მოდის, მით უფრო ქრება ეს შიში თითქოს და უფრო პატარავდება კიდე ინტერესის ასაკი, რომ ანუ ყველაზე პატარებიც ალბათ 3 წლის ბავშვები უკვე გვინახია ხოლმე კარვებში მოსულები, რომ ძალიან დიდი ინტერესით აკვირდებიან ყველაფერს. თინათი, რამდენადაც ვიცი დასწრება არის შეუზღუდავი და ნებისმიერ შეუძლია დაესწროს ამ აქტივობას. აი საინტერესოა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები თუ მოდიან ხოლმე და თუ არის ეს რაღაც ინფორმაციის ერთგვარი გაცვლის შესაძლებლობა? ძალიან კარგი კითხვა არის, იმიტომ რომ მაქსიმალურად ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ ჩვენ სტუდენტებსაც უთხრათ, რომ აი თქვენი მეგობრები ვინც არიან, რომლებიც სხვა უნივერსიტეტებშიც მოღვაწეობენ, იცოდეთ რომ ღია ყველასთვის, ანუ არც ასაკს მნიშვნელობა, არც უნივერსიტეტს, რომელი უნივერსიტეტში ირიცხები, ვთქვათ ოფიციალურად და მაქსიმალურად ეს არის ჩვენება იმისი თუ გარდა იმისა, რომ ვთქვათ განათლების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს, ასე ვთქვათ ვაჩვენებთ რას ვაკეთებთ. მომავალი სტუდენტებისთვის იქნება ეს თუ ვთქვათ მაგისტრატურისთვის მოსამზადებელი სტუდენტებისთვის ვაჩვენებთ იმას, რომ თვითონ რა შეუძლიათ გააკეთონ, თუ თქვა ჩვენ უნივერსიტეტში მოვლენ. ან უბრალოდ იდეები წაიღონ, რა შეუძლიათ თავიანთ უნივერსიტეტებში გააკეთონ. რომ თავიანთ პროფესორებს აკადემიურ ასე ვთქვათ ფენას შესთავაზონ, რომ იცით მე ეს ვნახე და თუ შესაძლებელია რომ იგივე გავაკეთო, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში იგივე ხდება ხოლმე, როდესაც ჩვენ გავდივართ ასე ვთქვათ საზღვრის გარეთ და უცხოეთში ვნახულობთ, ეხლაც workshop-ზე ვიყავი დასწრებული და ანუ იქაც რომ ვნახე, ყოველთვის მოვდივართ ხოლმე იდეებით, რომ კარგი, ესე იგი შემდეგი ეტაპისთვის ამას ვნერგავთ უკვე რაღაც შემდეგ წელს ეს უნდა განხორციელდეს საქართველოში. ანალოგიურად არის პიკნიკიც ხოლმე ყველასთვის ასე ვთქვათ. აი თქვენ ახსენეთ რომ ეკოლოგიის კარავს ხელმძღვანელობთ. აი უფრო ფორმატი უფრო ესე დეტალურად რო წარმოგვადგენინეთ, როგორი ფორმატის არის, როგორ ახდება ზოგადად აი ამ პიკნიკის დროს და წლევანდელი პიკნიკის პროგრამაც როგორ გამოიყურება? სტანდარტულად ვცდილობთ ხოლმე რომ ეს იყოს ასე ვთქვათ ფობიებთან გამკლავების ხოლმე, იმიტომ რომ ანუ მე პირადად რასაც ვმუშაობ ახლა ცხოველებთან და მიმართულებით ბიომრავალფეროვნების აღწერაზე. ვცდილობთ ხოლმე კარავით ავყოთ სამნაწილად, ასე ვთქვათ, რომ თუ ნებისმიერი ადამიანის შიშის ასე ვთქვათ ზღვარის მიხედვით, რომ ჰქონდეს საშუალება ყველაფერი ნახოს. გვაქვს ხოლმე წარმოდგენილი ცოცხალი ორგანიზმებიც, რაც ყავს ხოლმე იმ მომენტში უნივერსიტეტში შეიძლება ის იყოს ჭხირულები, ობობები, გველიც ყავს ხოლმე და ყველაზე ასე ვთქვათ დიდი სანახაობა ეგ არის ხოლმე ჩვენი დალმანია უკვე რამოდენიმე სამეცნიერო პიკნიკს მოსწრებული გამოცდილი გველი არის. ასე გვყავს ხოლმე თუ თქვათ ეს ნაწილი არის ისეთი რომ ტაბუდადებული და შიშის მომენტ შეიცავს, გვაქვს ხოლმე სურათების გამოფენა. ესეც საინტერესო არის, იმიტომ რომ
პატარა ორგანიზმების შროთების გადაღება ძალიან ძნელი საკითხი არის და რამოდენიმე პროფესიონალი ყავს, ვინც ვთქვათ, გულხოთ გვაძლევენ ხოლმე სურათებს და აქვთ საშუალება ადამიანს რომ ნახონ, რომ თუ ცოცხალი შეშინეთ, ნახონ, რომ არც ისე შიშები არიან და ფოტოზე ძალიან საყურელო და ლამაზად არიან წარმოდგენილები. გვაქვს ასევე ხოლმე მესამე სტენდი საგანმანათლებლო სტენდი, რომ სადაც ფლაიერები, ინფორმაციული ბუკლეტები რიგდება ხოლმე, რომ თქვათ, თუ ეს სურათებიც არ იყო თქვათ დამაკმაყოფილებელი, უბრალოდ ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ ეს ორგანიზმები შეიძლება არ გამოიყურებიან ძალიან სიმპათიურად, მაგალითად როგორც შეიძლება რაღაც ჩიტები გამოიყურებოდნენ, თუმცა რა რული აქვთ ბუნებაში, რა საფუნქციას ასრულებენ და თქვათ ამით რომ დავიწყოთ და სხვადასხვა ისინი გვაქვს ხოლმე და რაც მე ყველაზე მეტად მიხარია წლევანდელ წელს არის ის რომ სტუდენტების ახალი ასე ვთქვათ შარშანდელი სტუდენტები ჩვენი უნივერსიტეტის არიან წარმოდგენილები კარავში. შეიძლება მე კი ვარ ასე ვთქვათ ხელმძღვანელი სტატუსით, თუმცა მთლიანად ასე ვთქვათ სცენა მათი არის და მათთან წარადგინენ ყველაფერი ისევ მათ მეგობრებთან და ესეც ძალიან მიხარია რომ ესეც საგანმანათლებლო ერთ-ერთი ასე ვთქვათ საფეხურის გადალახვაა, რომ ყოველ წელს მოხდებოდეს ახალი ადამიანების დაინტერესება მეცნიერებაში. აი, რამდენად დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით ერთვებიან თქვენი სტუდენტები, ეს ალბათ არ იქნება რაღაც სავალდებულო აქტივობა და თვითონ თავის სიამოვნებისთვის იღებენ ალბათ მონაწილეობას. სრულად მართალია, ესეთ მოხალისეობრივი ჩართულობა არის და როგორც კი ვახსენეთ, ასე ვთქვათ, რომ სამეცნიერო პიკნიკი უნდა ყოფილიყო, სასწრაფოდ უკვე მოვიდა ინფორმაცია, რომ ერთი თვითადრე რომ აბა რა ვშვებით, როგორ ვაკეთებთ თვითონ სტუდენტებისგან თან აღნიშნო, რომ დასვენების პერიოდი იყო, მაგრამ მაინც ძალიან ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ამ სამზადისის პერიოდშიც და მუდმივად არის ხოლმე ინფორმაცია, რომ აბა თინე რა ვშვებით, რას ვაკეთებთ, როგორ მოვემზადოთ, წელს რამე ახალი ხო არ წარუადგინოთ, რამე ახალი ხო არ შევთავაზოთ და თვითონაც ძალიან დიდი ინიციატივას იჩენენ ხოლმე და ორგანიზებაში და ეს ყველაზე კარგი და საინტერესო ნაწილია ხოლმე ჩემთვისაც, რომ ისინი იღებენ მთელ ინიციატივას. აი, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე წლების განმავლობაში ვითარდება ეს სამეცნიერო პიკნიკი და იხვეწება ალბათ მისი კონცეფციაც. მასშტაბი გაიზარდა თუ არა? მისი ერთი მხრივ მასში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების ჩართულობის თვალსაზრისით მაჩვენებლით და მეორე მხრივ მიზნების მხრივაც. გაზრდილია მასშტაბი, ანუ პირველად რომ მივიღე მონაწილეობა, მე მგონი 2018 წელი იყო და მაგის მერე რომ ვაკურდები, თქვა, რამდენად ვითარდება თვითონ პიკნიკი და რამდენად იხვეწება, ძალიან ასე თქვა, სასიამოვნო სანახავი არის. ჩართულობაც გაზრდილი არის აშკარად, რადგანაც უნივერსიტეტ, ანუ სკოლების რაოდენობა და ჩართული ორგანიზაციების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და არ ვიცი სამომავლოდ როგორ დავეტევით ყველანი ასე თქვა არსებულ ადგილზე, თუმცა ყოველწლიურად იზრდება და მიზანი ვცდილობთ ხოლმე რომ მაგალითად ჩვენი კარვის მიზანი იყო ადრე რომ რაღაც ფობიების დაძლევა და გვენახებინა რომ რა არის და ეხლა გვინდა რომ უფრო კარგად მივაწოდოთ ინფორმაცია რომ იმიტომ რომ ხშირი კითხვა ხოლმე რომ აი ბიომრავალფეროვნების საჭიროება რა არის გასაგებია რომ საინტერესოა ლამაზია მაგრამ რა არის და ვცდილობთ რომ წლევანდელ წელს მაგალითად ამაზე ასე ვთქვათ კარგად გავუსვათ ხაზი თუ რა არის ძირითადად ბიომრავალფეროვნების საჭიროება და რატომ უნდა ასე ვთქვათ გავურთხილდეთ და შევინარჩუნოთ წინასწარ რეგისტრაცია ან რამე ამდაგვარი ფორმალობა საჭიროა იმისთვის რომ დაესწროს ადამიანი ამ პიკნიკს სურველი ნებისმიერ არანაირი საჭიროება არ არის წინასწარ რეგისტრაციის აქტივობები არის ისეთი რომ ადგილზე შეიძლება რა ვთქვათ გამოხატო ინტერესი და ჩაერთო ასე რომ მაქსიმალურად ვუმარტივებთ ნებისმიერ მსურველს მონაწილეობას